შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით ის მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ზომები მიიღოს თუ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომს არ შეაჩერებს. ტრამპმა მოსკოვს მძიმე ეკონომიკური ომით დაემუქრა და ხაზი გაუსვა, რომ ბრძოლას ყოველკვირეულად ათასობით ადამიანი ეწირება. ეს ტრამპის პირველი მუქარა არ არის. ივლისის ბოლოს მან მოსკოვს 50 დღიანი ულტიმატუმი წაუყენა, რომელიც მოგვიანებით 12 დღემდე შეამცირა. თუმცა 15 აგვისტოს ალასკაზე პუტინთან შეხვედრის შემდეგ სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გადაიდო. თეთრი სახლის ადმინისტრაციის შეფასებით ტრამპის ძალისხმევას უკვე მოჰყვა შედეგი. ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის თქმით, მართალია ომის დასრულება შესაძლოა კიდევ 6 თვე დასჭირდეს, მაგრამ რუსეთი უკვე წავიდა მნიშვნელოვან დათმობებზე. კერძოდ, ვენსის განმარტებით, მოსკოვი როგორც ჩანს აღარ ესწაფრის კიევში მარიონეტული მთავრობის დასმას და თანახმა უკრაინაში გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები მიანიჭოს.